ხელოვნება იმით ფასობს, რამდენად შეგვიძლია სხვისი ტკივილის გაზიარება. მედიცინა ეს მხოლოდ ცოდნა და ტექნოლოგია არა, ეს არის სულიერი ძალა, რომელიც ადამიანს უბრუნებს იმეს. დღეს ჩემს სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ადამიანზე, ვინც საკუთარი ცხოვრებას სხვათა სიცოცხლეს უძღვნის. დღეს ჩვენი სტუმარია მიან გინეკოლოგი ქალბატონი ნინო იოსებიძე. ქალბატონი გამარჯობათ. მზად ხართ ვისაუბროთ დროის გარეშე. კი ბატონო, მზად ვარ. მადლობა დიდი მოწვევისთვის. დღეს ვართ ყოველთვის რაღაც ბავშვობიდან იწყება. თქვენ როდის გადაწყვიტეთ რომ მექიმობა თქვენი გზა იქნებოდა? საკმაოდ პატარა ვიყავი დაახლოებით მეორე-მესამე კლასელი, რომ გამიჩნდა იმის სურვილი, რომ დავხმარებოდი უამრავ ადამიანს მეზრუნა მათ ჯანმრთელობაზე, მათი სიცოცხლის გადარჩენაზე და ამაში რა თქმა უნდა ჩემი მშობლები მეხმარებოდნენ, რომ ჩემი ეს ოცნება განმევითარებინა, გამეხორციელებინა და ხშირად ასეც ხდებოდა ხოლმე, ასე დავწერდი ფურცელზე მიან გინეკოლოგი ნინო იოსებიძე და მეტყოდი დედა მამა მოუხდება ჩემს ოთახს კლინიკაში, ესეთი წარწერა რომ მე ვიქნები ექიმი და ისინი რა თქმა უნდა გვერდში მედგნენ და მე მინდა რომ ვისარგებლო ტელევიზიით და ამით ჩემს მშობლებს დიდი მადლობა მოუხატო. ესე იგი ბავშვობიდან გადაწყვეტილი ქონიათ სპეციალობას. დიახ. ძალიან კარგი. ბევრს გონია რომ მექიმობა მხოლოდ პროფესიაა. თქვენთვის ეს უფრო სამუშაოა თუ მოწოდება? მოწოდებით თუ არ არის ადამიანი ექიმი, ის ვერ იქნება კარგი ექიმი, უნდა გიყვარდეს შენი პროფესია, ასე ვიტყვი საკუთარ ოჯახზე მეტად ზოგჯერ, იმიტომ რომ არის დრო, როცა ზოგჯერ ჩემი შვილებისთვის იმდენ დროს ვერ ვხარჯავ, რამდენსაც ჩემი პაციენტებისთვის, მათი თვითვეული ზარისთვის, მათი თვითვეული SMS-ისთვის, რომ მე ვიზრუნო მათ ჯანმრთელობაზე და ისინიც იყვნენ კარგად და მეც ამით ძალიან ბედნიერად და მშვიდად ვგრძნობ თავს. განსაკუთრებით რა თვისება უნდა ჰქონდეს ნამდვილ ექიმს? პირველ რიგში კეთილსინდისიერება. უნდა იყო გულისხმიერი, კეთილსინდისიერი, პროფესიონალი, გიყვარდეს შენი საქმე და დიდი სიყვარულით, ენთუზიაზმით ემსახურო შენს არჩეულ საქმეს. ხშირად გიძებს სიცოცხლესთან და სიკვდილთან შორის გადაწყვეტილების მიღება. და ამ დროს რას მოქმედებთ? საბედნიეროდ ხშირი არ არის ეს, თუნდაც ორსულობის მიმდინარეობის დროს, მშობიარობის დროს დგება ასეთი მომენტი, რომ სწრაფი გადაწყვეტილება უნდა მიიღო და რაც მთავარია სწორი გადაწყვეტილება ექიმმა, მაგრამ უფლის წყალობით ყოველთვის ყველაფერი კარგად მთავრდება. და გქონიათ რა თქმა უნდა შემთხვევა ყოფილა ისეთი თქვენს პრაქტიკაში თუ არა ისე მაინც რომ არის სიცოცხლის გადარჩენის რისკის ქვეშ დედაც და ბავშვიც და აქ არჩევანს აკეთებენ და თქვენი საზრით ძალიან რთული გადაწყვეტილება, გასააზრებლათაც კი რთულია, რომ ამ გადაწყვეტილების წინაშე დადგე და ანუ რა თქმა უნდა ჯერ დედის სიცოცხლეს ირჩევ და მერე სამწუხაროდ ახალ შობელის. თუმცა ძალიან იშვიათია ეს ყველაფერი და მინდა რომ საერთოდ არ დავდგე ამ ფაქტის წინაშე არასდროს მომავალში. გჯერათ როგორც ექიმს, რომ პაციენტს არა მარტო სხეული, სულიც რომ უნდა მოუჩინოთ. სიტყვას დიდი ძალა აქვს. ექიმის სიტყვა წამალზე უკეთ მოქმედებს მათი მკურნალობაში, მათ გამოჯანმრთელებაში და რა ვიცი, ხშირად მეუბნებიან პაციენტები, რომ სანამ წამალს დანიშნავ, თქვენი საუბრით ჩვენ უკვე განვიკურნეთ და მჯერავს, რომ არანაირი ცუდი დიაგნოზი ჩვენ უკვე აღარ გვაქვს და კიდევ ვიმეორებ, ექიმის სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს იმისთვის, რომ პაციენტმა თავისი მკურნალობის ფონზე საუკეთესო შედეგი მიიღოს. და ერთი შემდეგი კითხვა ესეთი მექნება, თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენს პრაქტიკაში ყველაზე რთული მომენტი? კი, იყო ესეთი რთული მომენტი. 25 წლის გოგონა, რომელიც მეორე ბავშვზე იყო ორსულად, 18 კვირის ვადაზე მეუბნება, რომ იცით, მე გულის ისეთი პრობლემა მაქვს, მე ჩემს ოჯახს დაუმალე ეს ყველაფერი, რომ არ მომხდარიყო, ანუ აბორტი არ გაეკეთებინათ და ეხლა გეუბნებით, რომ მე თუ ამ ორსულობას არ შევწყვეტ, ჩემი გამოსავალი იქნება უეცარი სიკვდილი, გულის გაჩერება. ამაზე მქონდა დიდი ბრძოლები, კარდიოლოგის კონსულტაციით, კონსილიუმი შედგა, რომ როგორ უნდა გვექნა, როგორ გვემოქმედა და ეს ბოლო 20 კვირა ვიარეთ ბეწვის ხიდზე, რომ
ქალიც კარგად ყოფილიყო და ახალშობილიც და მადლობა უფალს, რომ მართლაც დასრულდა ისე, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელი 40 კვირის ვადაზე დაიბადა პატარა ქართველი ვაჟკაცი და ძალიან მიხარია და აქედან მივესალმები იცის, ვიზეც ვსაუბრობ. ძალიან კარგი. როგორ ინარჩუნებთ ემოციურ ბალანსს მძიმე შემთხვევების შემდეგ? ექიმს არ უნდა შეემჩნეს, რომ რაღაცით შეშინდა. ეს არის მთავარი ემოცია გადადის პაციენტზე. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ რადიოლოგისგან ამოდის ორსული, დაძაბული რაღაც ესე ვერ ხდება, ნინო ექიმო, ვაიმე რაღაცა ცუდი მითხრეს და მიდგომა აუცილებელია ისეთი, რომ პაციენტს არ აგრძნობი, რომ მართლა ასია ყველაფერი, რაც დაიწერა იმ ფურცელზე, ეხოსკოპიის ფურცელზე და შემდეგ ყველაფერი რომ კარგად დასრულებულა და მოსულან, უკვე ნამშობიარები ხშირად უთქვამს, რომ თქვენმა ემოციამ სიმშვიდე მიგვიყვანა ბოლომდე, რომ ეს ემოცია ჩვენზეც რომ გადმოსულიყო, უფრო ცუდად დასრულდებოდა ეს ყველაფერი, ნერვიულობით უფრო ცუდი რამე მოხდებოდა, ვიდრე სინამდვილეში ხდებოდა და ამ სიმშვიდეს ყოველთვის ბალანსს ვინარჩუნებ. ძალიან სასიამოვნო და შემდეგი ესეთი კითხვა მაქვს. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი პროფესიის ადამიანებისთვის რწმენა? რწმენა იმის რომ კარგად იქნება თუ უფლის რწმენაზეა საუბარი. ორივე შემთხვევაში. უფრო რწმენა მნიშვნელოვანი თუ პროფესიონალიზმი? პირველ რიგში უფლისნების გარეშე არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაზე, სულ ამას ვიტყვი ხოლმე, იყავით მშვიდად, თმისღერიც კი არ ჩამოგვარდება თავიდან, თუ მისი განგება არ იქნება და ღვთისწყალობით ვცდილობ, რომ ეკლესიურად ვიცხოვრო და მე ყოველთვის მაქვს იმედი, რომ უფალი ჩემს გვერდით იქნება, თუნდაც იმ მომენტებში, წეღან რაზეც ვისაუბრეთ, იმ გაჭირვების დროს, როცა გვინდა რომ ყველაფერი დასრულდეს საუკეთესოდ და მადლობა უფალს, ძალიან მნიშვნელოვანია რწმენა ღვთის გარეშე. არაფერი არ არის ჩვენი პროფესია, განსაკუთრებით მიანობა გინეკოლოგია, როცა ორ სიცოცხლეს ვემსახურებით ერთად. დიახ. ხშირად ერთი სიტყვა ან პაციენტის ღიმილი ბევრს ნიშნავს. თქვენთვის რას ნიშნავს პაციენტის ნათქვამი მადლობა? მეორედ დაბადებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველანაირი დაღლა, ის განცდა, სტრესი, ემოცია გავიწყდება თუნდაც იმ ერთი მადლიერი სიტყვით, რომ მადლობა ნინო ექიმო ყველაფრისთვის და ჩემი პასუხი ეს არის მადლობა უფალს ყველაფრისთვის. როგორ ხედავთ თანამედროვე მედიცინის განვითარებას საქართველოში? ქართველები ძალიან ნიჭიერი ხალხი არიან, კიდევ უფრო ნიჭიერი ვიდრე წარმოუდგენია ალბათ მსოფლიოს. მე ძალიან ბევრი ნიჭიერი ექიმი საზღვარგარეთ მოღვაწეობს და ისინი რომ დაბრუნდნენ ჩვენს ქვეყანაში, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ წამყვან ქვეყანაზე მეტი ვიქნებით ჩვენი განათლების დონით. ძალიან სასიამოვნო და საქართველოს თითქმის ყველა პროფესიაში არის რაღაც პრობლემები. მედიცინაში ყველაზე დიდი პრობლემა რა არის? დიდი პრობლემა, ასე დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, ანუ კლინიკები უნდა იყოს საკმარისი რაოდენობით, აღჭურვილობით, როდესაც არის ხომ ესეთი პანდემიები ან ესეთი შემოტევითი ვირუსული ფაქტორები, რომ ყველა ადამიანი დაკმაყოფილდეს იმ მომენტში, როცა მას ექიმის და კლინიკის დახმარება ჭირდება. ცოტა აბსტრაქტიკაში გავიდეთ და მინდა გკითხოთ, რომ გჯერათ იმის, რომ ექიმს ტექნოლოგიები ჩაანაცვლებს? არა. არ მჯერავს, იმიტომ რომ ღვთის გაჩენილ ადამიანს ვერაფერი ვერ შეცვლის, ვერანაირი ტექნოლოგია. ის ტექნოლოგიაც ხომ ღმერთის გაჩენილი ადამიანის მოგონილია და უპირველეს ყოვლისა ჯერ უფალი და მე მისგან გაჩენილი ადამიანის მოგონილი რაღაც რკინის თუ პლასმასის რაღაც მოწყობილობა. მაშინ ესეთ კითხვას დაგისვამთ, როგორ გესმით გამოთქმა? ექიმი ღმერთის ხელია. ექიმი ღმერთის ხელია, უფლის მადლით ხდება ის ჩვენ გვაძლევს ძალას, თუნდაც სწორ აზროვნებას, სწორ მოქმედებას, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ის მდგომარეობა დასრულდეს ისე როგორც უფალს უნდა და ისე როგორც პაციენტის ახლობლებს უნდა და პირველ რიგში როგორც ექიმს უნდა. ანუ მისი ნების გარეშე ვერც ჩვენი გონება, ვერც ჩვენი ხელი, ჩვენი სხეული ვერ იმოქმედებს ადამიანის და სასარგებლოდ. თუ ყოფილა შემთხვევა ოპერაციის დროს თქვენს რწმენაში ეჭვი შეგპაროთ? არა, მე უფლის რწმენაში ეჭვი არასოდეს არ მეპარება. მადლობა ღმერთს ამისთვის. რას ნიშნავს თქვენთვის პროფესიონალური პასუხისმგებლობა? ჩვენი პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, როგორც ორსული ქალის, ასევე მუცლად მყოფი ნაყოფის წინაშე.
და ხშირად აი ჩემი მეუღლეც არის ამისი მომსწრე, რომ მათი საქმე, ოჯახის საქმე გადამიდია იმისთვის, რომ მე მათ გვერდში დავდგომოდი მაშინ, როცა საჭიროა, რომ მე მათ გვერდით ვიყო. რა არის ყველა დიდი გამოწვევა დღევანდელ მედიცინაში? აი წევან როგორც აღნიშნეთ, ეს ტექნოლოგიებით ჩანაცვლება. კარგი გასაგებია. მაშინ ესეთ კითხვას დაგისვამთ. არსებობს თუ არა საზღვარი ექიმსა და პაციენტის ემოციურ კავშირს შორის? კი, არიან ესეთი საქართველოს კუთხიდან გამომდინარე, თუ რომელი კუთხიდან არის ადამიანი, ემოციაც იქიდან მოდის ხოლმე. და ხშირად ვეუბნები, რომ ეს არ არის ისეთი ტკივილი, თქვენ რომ ასე აღიქვით და ის სხვა კუთხის წარმომადგენელი ამას ასე არ აღიქვავდა და ამით ცოტა მშვიდდებიან და თუ საიდუმლო არა, რომელი კუთხის შვილები არიან ასე ემოციური? გურია და სამეგრელო. ოღონდ სადაც ვიწყები არის. კარგით, მაშინ ასე იგი კითხავდით რა გმირობა იმალება ექიმის ყოველდღიურობაში? თუნდაც ემოციის დამალვა ეს უკვე გმირობა. როდესაც ხედავ რომ ადამიანი არ არის ისეთ კარგად, როგორც ჩვენ ამას ვაჯერებთ და უხსნით, რომ დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება. ეს ხომ უკვე გმირობაა, როცა ამ ყველაფერს გულში იტევ და გარკვეული შიში გაქვს და გარკვეული დაძაბულობა გაქვს, რომ ნეტა კი იქნება ესე როგორც მას ვეუბნები, მაგრამ უფლის რწმენა გაქვს, რომ მართლა ასე უნდა იყოს ყველაფერი. ეს უკვე გმირობაა, როცა ადამიანზე არ გაქვს ეს ემოცია. რას ეთყოდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ორჭოფობენ, გახდნენ თუ არა ექიმები? ჩემი პასუხია, თუ შენ გინდა და მოწოდებით ექიმი ხარ, თუნდაც ჩემს შვილებს ვეუბნები, აირჩევთ ამ გზას, მე გვერდით დაგიდგებით, მაგრამ ნაცალადები არანაირი პროფესია არ არსებობს და მით უმეტეს ექიმობა და მე მოუწოდებ ყველა ახალგაზრდას, ვინც მოწოდებით ექიმია და უნდა რომ ნამდვილად ამ გზას გაყვეს, წარმატებებს უსურვებ და მე გზა დამელოცნია მართვის კარგ არჩევანს აკეთებენ. თქვენი აზრით როგორ იცვლება ექიმის როლი საზოგადოებაში დღეის გადმოსახედით? ექიმიც ჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ ხდება ზოგჯერ ისე, რომ გაიგივება ხდება ჩვეულებრივ მომენტთან, რომ მე რა ცუდი გამონათქვამია, მაგრამ ყოველთვის ხელის გაშვერა ექიმისკენ ხდება ცუდად ამას ესე დაემართა, იმიტომ რომ ექიმის ბრალი იყო. იმას არ აღნიშნავენ, რომ ზოგჯერ პაციენტის ბრალის არის, რომ დანიშნე მედიკამენტი იმან არ მიიღო ისე როგორც უთხარი, არ გაიჩაიტარა ის კვლევები, ნუ გარკვეული მიზეზების გამო და ბოლოს მაინც ექიმი დგას აი ამ რთული გზის წინაშე, რომ იმან და ეს ძალიან ასე ვთქვათ სამწუხაროა, მაგრამ არიან ადამიანები, რომელიც აფასებენ ამ ყველაფერს და ბოლოს სამადლობელი სიტყვით მოდიან, რომ მადლობა ამისთვის. რა ქნას პაციენტმა, რომელსაც ხედავს ექიმის დანიშნული წამალი, ასეა თუ ისეა, სხვის შემთხვევაში ფატალურად დამთავრდა. ასეთი რამე ფატალურად არ უნდა დამთავრდეს სწორად. კი, რა თქმა უნდა, არ უნდა დამთავრდეს, მაგრამ ხო თქვათ ხედავს ესეც პაციენტი. მე არ მქონია ასეთი შემთხვევა საბედნიეროდ და ვერ გიპასუხებთ ამ შეკითხვას. კარგით. მაშინ თქვენთვის პირადად რას ნიშნავს სიტყვა კურნება? კურნება პირველ რიგში სულის განკურნება, ემოციური განკურნება, ფიზიკური განკურნება და ადამიანის და უფლის გვერდით დგომით რწმენაში განკურნება. ეს არის კურნება ყველანაირი გაგებით, ანუ განკურნო როგორც სულიერად, ასევე ფსიქოლოგიურად და ხორციელად. ეს არის განკურნება. კარგი, და ბოლოს ერთი კითხვა. არაფერს გითხავთ? თქვენ რომ ექიმი იყოთ და წეგან როგორც აღნიშნეთ, მე რომ კითხვაზე პასუხი არ მქონდა. დაეკარგება ექიმის მიმართ პაციენტს რწმენა თუ დანიშნული წამალი ფატალურად დასრულდება მისი სიცოცხლეს. სუბიექტს გააჩნია. თუ სუბიექტი უბრალოდ ოდნავ ნაკითხი მაინც არის, არასდროს არ დაეკარგება, იმიტომ რომ წამალი ყველა სხეულს ერთნაირად არ უხდება. ინდივიდუალურია და შეიძლება არ მოუხდეს ის წამალი, მაგრამ რწმენა მაინც ექიმის მიმართ, ექიმი დანაშავე არასდროს არ არის. ექიმი ყოველთვის ცდილობს, რომ ადამიანი იყოს ჯანმრთელი. ნუ ჩემი გადმოსახედიდან ვამბობ.
და მე ექიმებს დიდი მადლობა და დიდი მადლობა იმისათვის, რომ დღეს ცოცხალი ვარ. ძალიან კარგი. დიდი მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ. გრძანდებოდეთ, დიდი მადლობა. ექიმობა მხოლოდ პროფესია არა. ეს არის სიცოცხლის წილი, რომლებსაც ხვევს უხობ. ყოველი განკურნებული ადამიანი ეს არის ექიმის გულიდან ამოღებული იმედი. დღეს კიდევ ერთხელ დავწუნდით, რომ ნამდვილი მედიცინა იწყება იქ, სადაც მთავრდება პროფესია და იწყება სიყვარული. ვინ იქნება შემდეგი?